ქუთაისთან ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ემზადება პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის. ის ქუთაისში იმყოფება. მე მადლობას გადაუხდი ნიკას გადაცემაში მონაწილეობაზე თანხმობისთვის და პირდაპირ დაგისვამთ კითხვას. ნიკა, ელოდებით თუ არა უახლოეს მომავალში, რომ სანქციები უკვე დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და მოდით დავიწყოთ ირაკლი კობახიძის განცხადებით რატომ? ანუ ის ამბობს, რომ ივანიშვილს ეხლა აშანტაჟებენ, თორემ მისი დასჯა რომ ზდომოდათ, ოჯახის წევრებს კი არ დაადებდნენ სანქციებს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ პირდაპირ ივანიშვილს დაასანქცირებდნენ. პირიქით, მადლობა თქვენ შესაძლებლობისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, რომელიც გაკეთდა თურმე ბატონის მიერ, რომელიც წარმოადგენს ივანიშვილს, გასაგებია, ამ ბატონების რიტორიკა არ იცვლება დღიდან დღემდე, უბრალოდ იცვლება განწყობა, რომელიც თვალშისაცემია და ეს ნამდვილად გასაკვირი არ არის. ჩვენ სანამ კონკრეტულად პასუხს გაგცემთ, უნდა გავითვალისწინოთ, რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ, ხომ? რუსეთი, რომელიც 3 დღეში აპირებდა უკრაინის დაჩოქებას და 3 დღეში აპირებდა უკრაინის აღებას და დღეს, როდესაც პუტინი რამდენადაც გეგმავს რომელიმე უკრაინის რაიონში 3 საათით მაინც შეუწყვიტოს ელექტროენერგია ენერგოობიექტების განადგურების წყალობით. აი, საიდან სადამდე დავიდა პუტინის ხელისუფლება უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მისი მიზნები და ამოცანები უბრალოდ არათუ ვერ შესრულდება, ვერ სრულდება. უკრაინა ომს იგებს, უკრაინა წინ მიიწევს, ცოტა ხანში ის ხერსონს დაებრუნებს და რამ გადატეხა ომის მიმდინარეობა, გადატეხა ძვირფასო მაყურებლებო ინგა, რა თქმა უნდა, უკრაინელების ერწმენამ გამარჯვებაში და რა თქმა უნდა, უკრაინელების ლიდერის პრეზიდენტ ზელენსკის თანმიმდევრულობამ და მისმა სამართლიანმა ამა თუ იმ მოთხოვნამ დასავლური ცივილიზებული სამყაროს მიმართ, რომელიც არც ერთხელ არასოდეს არ დარჩენილა უყურადღებოდ და უპასუხოდ. და დღევანდელ დღეს ჩვენ რაც მოვისმინეთ და რა გადაწყვეტილების მოსწრენიც გავხდით, ეს გადაწყვეტილება მწიფდებოდა. ნუ წარმოვიდგინეთ, ნუ რა ვინდო თანაშემწემ შეუტანა პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებაზე ხელმოსაწერად დოკუმენტი და ასე აღმოჩნდნენ იქ ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები სანქციების ქვეშ. ეს გადაწყვეტილება მწიფდებოდა და ეს გადაწყვეტილება მწიფდებოდა არა მხოლოდ კიევში, არამედ მწიფდებოდა პრეზიდენტ ზელენსკის და მისი გუნდის წარმომადგენლების ჭიდრო კომუნიკაციის მეშვეობით სოფლიოს ლიდერებთან და შეგახსენებთ მაკფოლი ერმაკის საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც შეიქმნა საგანგებოდ, რომ კრიტერიუმები შეემუშავებიათ დასასანქცირებელ პირთა თაობაზე და დაიწყო ეს პროცესი, დაიწყო რუსეთის მოქალაქეების, ოლიგარქების დასანქცირების პროცესი. ამის შემდეგ გააკეთა მაკფოლმა და ერმაკმა განცხადება, რომ ახლა ვიწყებთ ჩვენ აქტიურ მუშაობას დიდ ბრიტანეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რომ შევისწავლოთ საქართველოსა და ბელორუსიის მიტაცებულ სახელმწიფოს ფარგლებში ოლიგარქიული რეჟიმების წარმომადგენლების დასანქცირებების თაობაზე და აი დღეს მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ და ის რასაც ბატონი კობახიძე ამბობს, რომ დღეს ივანიშვილი არ არის პირადად დასანქცირებული, ეს ყველაზე კარგად ივანიშვილმა იცის დღეს რატომ არ არის იგი სანქციის ქვეშ მოყოლილი და ისე ძალიან კარგად იცის, რომ ძალიან ცოტა ხანში კონკრეტულად მასაც შეეხება. ეხლა ნიკა ეს თქვენი ვარაუდია, რომ კონკრეტულად მასაც შეეხება თუ კი გეთანხმები დღევანდელი ამბავი იმ ფაქტს ადასტურებს, რომ ძალიან მეტისმეტად მოუახლოვდა ივანიშვილის სანქციები, მაგრამ თქვენი ვარაუდია, რომ მალე მოუწევს ივანიშვილის დასანქცირება თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს არისო შანტაჟი გახსნას ივანიშვილმა მეორე ფრონტი და მობრუნდეს პოლიტიკაშიო, თორეო მისი ოჯახის წევრებს კი არ დაასანქცირებდნენ, არამედ პირდაპირ სანქციას დაადებდნენ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის მართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიცია. ერთი ის არის აბსოლუტურად უნიათო და კოჭრე არგუმენტები და რაიმეს სახით ივანიშვილის არა საკუთარი ამორჩევლის უკვე გამხნევასაც აღარ ემსახურება ეს გზავნილები ივანიშვილის რამენაერად შეგულიანებას და
ნირის წახდენისგან დახსნას. თუ კი ვინმეს ომი უნდა, ძვირფასო მაყურებლებო, უფროსო თაობის წარმომადგენლებო, ინგა, ხო, თუ კი ვინმეს ომი დაუწყია, ომი უნდა, ან ომის საფრთხეს ქმნის განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში 100 წლეულების განმავლობაში, ეს არის რუსეთი და ამჟამად პუტინის რუსეთი, ხო? და დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აღარ არის უბრალოდ საფრთხე ქართული მხოლოდ სახელმწიფოებრიობის. ბევრჯერ თქვენს გადაცემებშიც მათ შორის თვეების წინ უსაუბრიათ, წლების წინ მით უმეტეს ექსპერტებს, საერთაშორისო ექსპერტებსაც, რომ ქართველი ხალხის გასაკეთებელი ქართულმა ხალხმა უნდა გააკეთოს და დიდწილად ყველანი ვეთანხმებოდით, ნამდვილად მანამ სანამ ბიძინა ივანიშვილი მჭიდროდ არ იქცა ვლადიმერ პუტინის უახლოეს პოლიტიკურ მოკავშირედ და ბიზნეს მოკავშირედ და სახელმწიფო აქცია დასავლური დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ანკლავად, თუ შეიძლება ასე ითქვას. და პრეზიდენტ ზელენსკისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ბედი, ქართველი ხალხის მომავალი, ქართული სახელმწიფო, მაგრამ კიდევ უფრო უმნიშვნელოვანესია საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი ქვეყნის მომავალი და მთელი მსოფლიოს წუხილი გახდა ეს ყველაფერი და ივანიშვილი უკვე იქცა თავის ტკივილი მთელი დემოკრატიული სამყაროსი. ამიტომაც დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებიც, უკრაინაც და ყველა ის ადამიანი, ვისაც ამ მსოფლიოში ომი აღარ უნდა რომ ოდესმე აი ასე უოპერაციოდ ვინმე უმიზეზოდ დაიწყოს, არის გაერთიანებული და ამ პროცესში იდენტიფიცირდა რამდენიმე პუტინის უახლოესი მოკავშირე. ერთ-ერთი არის ასეთი ბატონი ივანიშვილი. და ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართ არის მიტანილი სამართლიანი დიახაც დემოკრატიული ინსტრუმენტების გამოყენებით იერიში. და თუ კი ობახიძეს აქვს ეს მოლოდინი, რომ მას არ შეეხება, ხო, გუშინ წინ რო გეკითხათ, ან გუში რო გეკითხათ, ინგა ობახიძესთვის, რომ ივანიშვილის ძმა, რძალი, ძმისშვილი და უახლოესი ოჯახის კიდე სხვა წევრები და მეგობრები დასავლური სანქციების ქვეშ მოყვებიან, იმიტომ რომ ისინი თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეები არიან ამ ოლიგარქიულ რეჟიმში. ზუსტად ანალოგიურ პასუხს გაგცემდათ. მე რას მაგონებს, ისეთ დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც მიღებულია დარწმუნებით, არა ჩემი ვარაუდით, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ მსოფლიო ლიდერებთან შეთანხმებით. აი, ქსოვილს რომ თვალი წაუვა და იწყება რღვევა ამ ქსოვილის, თანდაც მასშტაბური რღვევა. დიახაც დღეს სათავეში დაედო აი ამ პროცესს, რომელიც აღარ გაჩერდება, ბუნებრივია ივანიშვილს ეძლევა ჯერ კიდევ გონივრული ვადა, რომ ის მოვიდეს გონს. აი ნიკა, რას ნიშნავს გონს მოსვლა? ეხლა უნდა მეკითხა ზუსტად ეს, რომ ანუ ეს გაფრთხილება უნდა მივიღოთ როგორც ივანიშვილისთვის გაფრთხილება, ძალიან მკაფიო გაფრთხილება, იმიტომ რომ საუბარი ეხება მისი ოჯახის წევრებს, მის უახლოეს ადამიანებს, მაგრამ აი გაფრთხილება რისთვის? რას ნიშნავს, როცა თქვენ ამბობთ, რომ გონს უნდა მოეგოს, ანუ რას თხოვენ, რას მოითხოვენ მისგან? უკრაინაში რუსეთს ყავს დღეს ორი კვეთრად გამოკვეთილი მოკავშირე, რომელსაც აქვს სახელმწიფო მიტაცებული. ესეთი არის ერთი ლუკაშენკო და მეორე ივანიშვილი. ის ფორმალურად პრეზიდენტი, ეს არაფორმალურად მმართველი თავისი კლანების მეშვეობით. როცა მთელი ევროპა ერთ დარბაზში იკრიბება და გადაწყვეტილებას იღებს, რომ პუტინის რუსეთი გამოცხადდეს ტერორისტულ სახელმწიფოდ, რომელიც ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, იმიტომ რომ სამხედრო თვალსაზრისით ვერაფერს ვეღარ ხდება და ვერასოდეს ვეღარაფერს გახდება უკრაინელების წინააღმდეგ და ბავშვებს ხოცავს და მშვიდობიან მოსახლეობას და ამ გადაწყვეტილებაზე არა უბრალოდ მსჯელობენ, არამედ იღებენ და საქართველოს წარმომადგენლები, ივანიშვილის წარმომადგენლები ამ ისტორიულ რეზოლუციას ევროსაბჭოს მიერ მიღებულ, სადაც ჩვენი პარტიის სხვა უკრაინელი, რა თქმა უნდა, დეპუტაციის წარმომადგენლები და მთელი ევროპა იყო წარმოდგენილი, ჩვენსგან ხატია დეკანოიძე ესწრებოდა და ერთი ხმა მქონდა და რა თქმა უნდა ამ ხმის გამოყენებამდე აქტიური მუშაობა უძღოდა ამ ყველაფერს სხვადასხვა ადამიანების მხრიდან და არ უჭერ მხარს და ამით შენ ადასტურებ, რომ პუტინის რუსეთი არ არის ტერორისტული სახელმწიფო. ეს რა გზავნილია მთელი
დემოკრატიული სოფლიოსთვის. ნუ თქვათ რომ ეს არის პირდაპირი გზავნილი, ხო? პირდაპირი გზავნილია მაშინ როცა რეზოლუციები გამოვა გამოცხადებაზე არის საუბარი, ხო? რუსეთი. ინგა დღეს ევროპაში, განსაკუთრებით არათუ სოფლიოში, ევროპაში არა კონტროლირებადი სისტემა, რეჟიმი ვეღარ იარსებებს. და ასეთმა არაკონტროლირებადმა რეჟიმმა, პუტინმა რა უბედურება დაატეხა სოფლიოს თავს უკვე ვნახეთ. და ყველა მისი მოკავშირე იქნება საქართველოში თუ ბელორუსიაში, იქნება ამოღებული მიზანში დასავლეთის მხრიდან, ანუ თავისუფლება მოყვარული ხალხის მხრიდან. ეს ორი კონკრეტული მაგალითი ჩამოთვალე. ეხლა ერთ ლოკალურმა და ჩემი აზრით მრავალ მეტყველ მაგალითზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ. მეგობრებთან ერთად ახლა ბრუნდებით წალენჯიხიდან ჩვენ ქუთაისში ვართ, აქედა გერთვებით, სადაც გმირი ჩამოასვენეს, ხო, ედიშერ კვარაცხელია მე-20 სამწუხაროდ ჩვენი მეომარი, რომელიც უკრაინაში იცავდა ქართულ მიწას და არც ერთ პანაშვიდზე გასვენებაში, არც დღეს ტრადიციას არ არღვევენ ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი, არც პრივატულად გვიან საღამო საათებში, ან დილით რო, ან მშობელთან, ან ძმასთან მისულიყვნენ და მიესამძიმრათ, არ მიდიან და შემთხვევებით კი არ ხდება, ინგა ესენი რომ არ მიდიან იქ. ამათმა არჩევანი გააკეთეს პუტინის სასარგებლო და რაც არ უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, რომ ჩვენ არა ვართ მოკავშირეები პუტინის და რაც არ უნდა თავისი პროპაგანდისტული არხებით ცდილობდეს რომ ვიღაცას დააჯეროს, რომ მე ქათქათავარ და ფუმფულა, ამის ერთი რომ არავის აღარ ჯერა, მაგრამ თავარი რისიც გჯერა და რასაც ვისმენთ და რასაც ვხედავთ, ეს არის ვლადიმერ პუტინი, რომელიც თვლის აღიარებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის მისი ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირე. ამიტომ აღარავის აღარ უნდა გაუკვირდეს და ეს საჭიროება დადგა ამ ქვეყანაში მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში, რომ ივანიშვილის რეჟიმი გადაიქცა უკვე რეგიონისთვის საფრთხედ და კონტინენტისთვის საფრთხედ და პირადად უკრაინელებისთვისაც საფრთხედ, პირადად ამერიკელებისთვისაც საფრთხედ, პირადად ევროპელებისთვისაც საფრთხედ. აბა ეს მთელი კასკადი რეზოლუციებისა დამთხოვებია, მთელი მსოფლიო აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს და არ ვიცი მე ვიღაცებს კიდე ვინც არის მის რეჟიმის წარმომადგენლობა და დახატუნი ლუკაშენკო და ივანიშვილი არიან მხოლოდ მსხვერპლი თელ დუნიაზე. რატო თქვენ არ გასანქცირებენ? რატომ მე, რატო თქვენს მაყურებელს არ საინტერესოა ელენე ხოშტარი ამბობდა დღეს სწორედ ხაზს უსვამდა, რომ აქ ქვეყნის დასანქცირებაზე კი არ არისო ლაპარაკი, არამედ პერსონალურ სანქციებზე ივანიშვილის გარემოცვის და ნიკა ერთი ძალიან ბევრჯერ უნდა გაუსვათ ამას ხაზი, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ აი ეს დასანქცირება იმიტომ მოხდა, რომ მეორე ფრონტი ვერ გაახსნევინეს ივანიშვილს, რომ მათივე დანიშნული საქართველოს პრეზიდენტი ხაზგასმით ამბობს, რომ არც ერთ ჩვენს პარტნიორს, არც ერთ ეტაპზე, არც ერთ შეხვედრაზე, არც ფარულად, არც ღიად არ მოუთხოვია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ამ სიტყვების ავტორი არის სალომე ზურაბიშვილი, მათი დანიშნული პრეზიდენტი. ეს ბევრჯერ ორადორი ადამიანი აგვითარებს აპროპაგანდას პუტინის მიღმა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ლუკაშენკო და ივანიშვილი. მორჩა მთელს ევროპაში აღარ არსებობს მესამე ადამიანი, ვინც მსგავს არათუ ქმედებს შევეშლეთ ამ რიტორიკას იყენებს. რატო სხვა ქვეყნის მმართველების ნათესავებს არ ასანქცირებს დასავლეთი? როგორ მოხდა შემთხვევით მოელანდა ვინმეს ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაწნებულმა მალე დიდ ბრიტანეთში, ან კიევში პირველ რიგში უჩა მამაცაშვილის სახელი დაგვარი? რაიმე საგვარეულო დაპირისპირება აქვს ზელენსკისა და მამაცაშვილების გვარს? საიდან გაჩნდა მამაცაშვილის გვარი? საიდან ჩნდება ივანიშვილის გვარი? მსგავს დოკუმენტებში იქიდან რომ არსებობს კონკრეტული დოკუმენტები, კონკრეტული ფაქტები, მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ პუტინის მოკავშირე არის არა ვარაუდის დონეზე, არამედ
ფაქტებით მხილებული ივანიშვილი და ეს ადამიანი არის საფრთხე უკვე არა საქართველოს, არა იმერეთში ცხოვრები ადამიანებს, არა სამეგრელოს, არა თბილისის, არა მთელი საქართველოს და მთელი ევროპის. იმიტომ რომ უკრაინელები ხო ბანალურად ხომ არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ კიდევ უნდა გავიმე უკრაინელები არ იბრძვიან მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს გადასარჩენად. გადასარჩენად იბრძვიან მთელი კონტინენტის და კაცობრიობის, ხო? ერთ მხარეზე დგას ამ საუკუნის წარმოუდგენელი ბოროტება, რომლის მსგავსი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა და უკრაინელების გმირობით შეიცვალა მთლიანად გეოპოლიტიკური პროცესი და ჩვენ რკინის ფარდის ბნელ მხარეს აღმოჩნდით ივანიშვილის გამოისობით, იმიტომ რომ მას წლებით ადრე ეს სახელმწიფო ჰქონდა მიტაცებული და შეფასება გააკეთა მთელმა სამყარომ, რომ ქართველი ხალხი საჭიროებს აქტიურ მხარდაჭერას, იმიტომ რომ პუტინის მოკავშირეობა პლუს მიტაცებული სახელმწიფო, ხო, ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაჭრელი პრობლემა. რა თქმა უნდა, თან ეს არ არის მხოლოდ ზელენსკის, უკაცრავად უკრაინის და რუსეთის პრობლემა. აი ეხლა ცოტა ხნის წინ ABC-სთან ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბლინკენი საუბრობდა იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მიზანია დაეხმაროს უკრაინელებს იმისათვის, რომ უკრაინა დარჩეს დამოუკიდებელი და საბოლოო ჯამში მოლაპარაკებებზე ყველაზე ძლიერი პოზიცია უზრუნველყოთო. და იქვე ამბობდა სხვათა შორის ბლინკენი, რომ პუტინი უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულებაში დაინტერესებული არ არისო და ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარი არის, რომ შენ ირჩევ ან დასავლეთი ან კრემლი, მეტი შუაში არჩევანი აღარაა, მარტივად გასაგები ხდება, რატომ შეიძლება ზელენსკიმ თქვათ, აი ამ შავ სიას მოაწეროს ხელი. ნიკა, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, რადგან აი ჩართულები იყავით და ბევრჯერ მე მომისმენია თქვენ ჩვენს ეთერში, არაერთხელ ამაზე გისაუბრიათ ხატია დეკანოიძეს ხვებს, ანუ რომ იგეგმებოდა ამ ტიპის დასანქცირება ივანიშვილის და მისი გარემოცვის. არის რაიმე პირობა, არის რაიმე დათქმა, რომ თუ ივანიშვილი ამას გააკეთებს, ამ შემთხვევაში მას სანქციები არ დაუწესდება, ანუ რამე უნდა დათმოს ივანიშვილმა. არის ასეთი რაიმე დათქმა? ივანიშვილმა უნდა დათმოს პირველ რიგში მიტაცებული სახელმწიფო, რომლის მეშვეობითაც იგი ახორციელებს პუტინის რეჟიმის გაძლიერებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, ივანიშვილმა ხელი უნდა აიღოს ზოგადად სახელმწიფოს მართვაზე, იმ სახელმწიფოს მართვაზე, რომელიც მას არ ეკუთვნის და ეს არ არის მისი კერძო კომპანია, რადაც მან აქცია, ხომ? ივანიშვილი ტყვეობაში ამყოფებს მიხეილ სააკაშვილის მომაკვდავს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და ღრმად მწამს მე და უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებისა, რომ ის აღარ არის კი არა, არც იყო არასოდეს სუვერენული ადამიანი მოქალაქე და თავიდან ბოლომდე მიხეილ სააკაშვილის სასჯელის თუნდაც გადავა, რატომ უნდა იჯდეს, ესეც საკითხია, მაგრამ ამ მდგომარეობაში ყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება, ჯანმრთელობის დაუარესების. ანუ მიშას თემა არის ერთ-ერთი დათქმა. ჩემი კითხვის საპასუხოდ, რადგან მაგას მეუბნებით, რაც ეხლა მოისმინა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო არის თავიდან ბოლომდე პუტინზე დამოკიდებული, რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ მას შეუძლია მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები და დაანახოს დემოკრატიულ სოფლიოს, რომ იგი აღარ არის პუტინის რეჟიმის საყრდენი ბურჯი. ამ წუთის მდგომარეობით არა უბრალოდ მოკავშირე, არა უბრალოდ იდეური კავშირი აქვს ივანიშვილსა და პუტინს, არამედ ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ბურჯი არის ივანიშვილი პუტინისთვის ჩვენს რეგიონში როგორც მინიმუმ. აქედან გამომდინარეობს ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ანუ ნიკა გვარამია, მინდა აქედან მოვიკითხო, მინდა მიხეილ სააკაშვილს მოვიკითხო, ყველა პოლიტპატიმარი. რატომ არის გათამხედებული, რატომ აძლევს თავს უფლებას ივანიშვილი, რომ ყავდეს ადამიანები ყოველგვარი მიზეზის გარეშე დროდადრო საპატიმროში, მედიის წარმომადგენლები დაიჭიროს, მედიის წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღოს, დემოკრატიული ინსტიტუტები გაანადგუროს, იმიტომ რომ ის დარწმუნებული იყო, რომ უკრაინა მარცხდებოდა პუტინთან ომში
მას ჰქონდა ალბათ წინსწრები ინფორმაცია, სჯეროდა ამ ინფორმაციის სანდოობის, რომ 3 დღეში აიღებდა პუტინი კიევს და მთელი ფსონი მან დადო პუტინზე და წააგო ეს დადებული ფსონი. ამიტომ ახლა არის გამოუვა მდგომარეობაში. დანარჩენი ჩემზე კარგად ივანიშვილმა იცის. მიიღებს სწორ და ადეკვატურ გადაწყვეტილებას, მას ექნება რაიმე ტიპის გამოსავლის შანსი. არ მიიღებს და ის არის განწირული, ზუსტად ისევე როგორც არის განწირული. კობახიძის სიტყვებს მოვიშველიებ, კარგად არ ცნობიათო ივანიშვილიო და დაუშვათ რომ მოხდეს მისი დასანქცირება, როგორ წარმოგიდგენიათ ლუკაშენკო და ივანიშვილი დუეტში ახსენეთ თქვენ და მერე რა მოხდება? ხო გახსოვთ რომ არ დაგასანქცირებინებთ ივანიშვილის დასანქცირება, სამების დასანქცირება და ასე შემდეგ. ანუ ეს განცხადებები ხომ გახსოვთ? ლობიოს შევჭამდა არ გადატანინებთ. ამ დისკუსიაში, დიახ. ხო, აი რა ხდება მე როგორ ფიქრობთ? მე მახსოვს ბატონი ივანიშვილი 2018 წლის მეორე ტურში. მისი გამომეტყველება, მისი გახალთული სახე, წარმომიდგენია დღეს მისი მდგომარეობა. ბევრად მძიმე ვიდრე ეს იყო მაშინ. ამიტომ ბატონები, მისი გუნდის წარმომადგენლები, მიზერვიზი რეჟიმის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ცდილობენ რომ გაამხნევონ. ბიძინა, მიდი, არ გაჩერდე, ჩვენც ყოჩაღად ვართ, მაგრამ სინამდვილეში შეხედეთ ბატონ კობახიძეს, მე მქონდა შესაძლებლობა ტელეფონის მეშვეობით მომესმინა მისი კომენტარისთვის, ხო? დღეს მას პარლამენტში გაუკეთებია. ის თავის თავსაც არ გავს. ამიტომ მათ ილაპარაკონ ის რასაც საუბრობენ და დანარჩენი სოფლიო მინუს ლუკაშენკო და ივანიშვილი გააკეთებენ მართალ ისტორიულ ცივილიზაციურ არჩევანს. ვერასოდეს ჯანსაღჭუაზე მყოფი ადამიანი ვერ უნდა ფიქრობდეს, რომ ამ ცივილიზაციურ დაპირისპირებაში გაიმარჯვოს ბოროტება. შეუძლებელია, უბრალოდ ივანიშვილმა არ იცოდა რომ ის უკრაინა გაუძლებდა. აი აქ არის სათავე მისი პრობლემის. და ეხლა უბრალოდ ვეღარ ატრიალებს წაღმა ამ ბორბალს. რაკნას მძიმე მდგომარეობაშია. დიახაც ამ მისი მძიმე მდგომარეობის გამო ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე ჯერ ამ ეტაპზე გარბის ქვეყნიდან ადამიანები პატიმრობაში არიან უსამართლოდ და ასე შემდეგ, მაგრამ სულ ცოტა დრო გვაშორეს. ჩემი გმარწმენით, ერთ-ერთი მინდა თქვენი ერთ-ერთი ვისარგებლო და მოსახლეობას ვთხოვო, უფრო მეტი მოთმინებისთვის. არის ეპიზოდები პოლიტიკურ ცხოვრებაში, სადაც ბევრი რამ ითქმის, ბევრი რამ არ ითქმის, მაგრამ ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ შედეგზე ორიენტირებულნი. ყველანი ერთად და ახლა როგორც არასოდეს ახლოს ვართ ჩვენ უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები. ამას ხო მოხერხება უნდოდა და მოახერხა ივანიშვილმა, რომ ჩვენი გამარჯვება ამერიკელის, ევროპელის, უკრაინელის, ყველაზე ლატვიელის, ესტონელის გამარჯვება არის. უბრალოდ ჩვენ უნდა მოვიკრიფოთ ძალა. მესმის დამღლელი აღმოჩნდა ეს 10 წელიწადი. დამღლელი აღმოჩნდა, მაგრამ როგორც არასოდეს კიდევ თქვენ ვართ ახლოს გამარჯვების ზღვაში. ნიკა, მინდა ერთი კითხვაც მოვასწრო და ელენე ხოშტარია ემზადება უკვე ჩართვისთვის, სანამ ჩვენ ახლა ამ ინტერვიუს ვიღებთ საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და იქიდან გამომდინარე განსაკუთრებით რომ თქვენ იყავით ამ არჩევნებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისისთვის ბრძოლაში კახა კალაძის მთავარი კონკურენტი. მაინტერესებს რა სიტყოდით გავიდა რამდენიმე დღე დედაქალაქის მერის განცხადებები ჩვენ მოვისმინეთ. პირველივე დღეს თქვენ თქვით რომ უნდა გადამდგარიყო კალაძე, აი გუშინდელი მთავრობის ხდომა თბილისის ალბათ ნახეთ. რას ეტყოდით ეხა კახა კალაძეს? პირველივე დღეს მე მკითხეს და ვუპასუხე თუ როგორ მოვიქცეოდი, ის შეკითხვა ასეთი იყო, მე ვუპასუხე რომ მის ადგილზე მე გადავდგებოდი და ორი სიტყვით დავხსნი თუ რატომ. მას ჰქონდა არჩევანი გასაკეთებელი ღირსების დათმობასა და თანამდებობის დათმობას შორის. სამწუხაროდ მან გააკეთა არჩევანი ღირსების დათმობის სასარგებლოდ და ყოველგვარი პირფერობის გარეშე ინგა ჩემზე კარგად იცით რომ თბილისელები ასეთ შემთხვევებს არ პატიობენ არავის, ვინც არ უნდა იყოს არც წარსულში, არც ამწყოში და არც მომავალში. არ ივიწყებენ ერთი და არ პატიობენ ორი.
და თუ მას უნდოდა წარმოეჩინა, რომ ყველაფერი შემდუღებლის ბრალია და როგორც მისი გუნდის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ მერის კომპეტენცია არის მხოლოდ ფულის გადარიცხვა შესაბამის ანგარიზე და დაგეგმვა, ხო, ამას აღარავინ აღარიჯებს, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის პრობლემა და ცოტა გაუგებარია, როგორ უნდა გააგრძელოს მან უბრალოდ მორალურად საქმიანობა, აი კერძოდ პუშკინის სკვერი, როდესაც გაიხსნება თავისუფლების მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ ხომ ვერ დამპატიჟებს მე სიტყვაზე არ ვარ ახლა პოლიტიკოსი მისი მოწინააღმდეგე, ხო? სანდროსთან ჩემშულთან ერთად ხო ვერ დამპატიჟებს, მორალური ძალა არ გაუშვებს, სხვის შობლებს შვილიშვილებთან ერთად ხო ვერ დამპატიჟებს. ქეთევან წამებულის გამზირი როცა გაიხსნება, ვეღარ მოიპატიჟებს ბელიქიშვილის, იმიტომ რომ ნათლად ირაციონალური შიშებიც გაჩნდა, რომ ყველაფერი არის საფრთხის შემცველი. ეს ფობიები ღვივდება და ღვივდება, უსაფრთხო გარემო აღარ არსებობს. ამიტომ მათ ვთქვი პირველივე დღესვე, რომ მის ადგილაზე ნამდვილად გადავდგებოდი და იაზრებს მე, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იაზრებს, რომ ძიმე მდგომარეობაშია და ეს პრობლემა მხოლოდ განგრძობადია და თუ მან შეინარჩუნა ეს სტატუს კო, მხოლოდ მორალური დაცემის მაგალითების დემონსტრირება მოუღწევს მას, მაგრამ ეთყობა ის არ არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. მე მგონია, რომ მას რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, ამას გაგებით და ძალიან სწორად შეხვდებოდა ამ გადაწყვეტილებას, არა უბრალოდ მისი ყოფილი თუ ახლანდელი მომხრეები ან ქართული ოცნების, არამედ განურჩევლად პარტიის ხარდაჭერებისა დააფასებდნენ ამ მის აქციას, ვინაიდან ტრაგედიისგან არავინ არ არის მართლაც დაზღვეული და აქ მე ვერ დავიკავე პოზიციას იმ დაგოსოთ თქვა, რომ სხვა რო ყოფილიყო მის ადგილზე ტრაგედია არასოდეს არ მოხდებოდა, მაგრამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები, როდესაც გაირკვა და ეს უკვე გავს სისტემურ დანაშაულს და მე შენ იაფასიანი პიარ აქტივობებით ვცდილობ რომ ეს შეფუთო, აი აქ უკვე დავინახე ჩემი შეფასებით, რომ გულით მას უკვე სტყივა იქ რომ არის, იმიტომ რომ ვერ წარმოუდგენია თუნდაც ნაძვის ხე როგორ უნდა ანთოს, თუნდაც 2023 წელს როგორ უნდა იფუნქციონიროს ზოგადად მუნიციპალიტეტმა, მაგრამ მეორე მხრივ ის არ არის თავის თავზე დამოუკიდებელი. შესაძლებელია მას ბევრი ფიქრი აქვს გაშლილი და თუ კი დედაქალაქის მერიას დატოვებს და იქ სხვა შევა, სხვადასხვა საქმეები ამოტივტივდება დოკუმენტაციის სახით და მოხდება მხილება საჯაროდ კორუფციული სხვა სქემების, არ ვიცი. ადამიანურად გულწრფელად გეტყვით, შევდივარ მის მდგომარეობაში, რაც არ უნდა გაუკვირდეს ბევრს, არ შეიძლება ადამიანს ეს არ სტყიოდეს, მაგრამ ხარაბშუტულად ივარაუდა, როგორც ჩანს, რომ თბილისმა და თბილისელებმა ეს მძიმე ტრაგედია შეიძლება დავიწყებას მისცენ. ეს ასე არ იქნება. მადლობა ნიკა, რომ დაგვითმეთ დრო. ნიკა მელია ქუთაისიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში წარმატებას გისურვებ დაგემშვიდობებით.